300 მეტრში შევუხვევთ მარჯვნივ. მეტრში შევუხვევთ მარჯვნივ. ოჩა, ძალიან კარგი. აი. ეხლა რეალურად იმ შუქიშანთან სადაც უნდა შევუხვევთ, ის ზოლიც უხობს, მაგრამ შენ წინასწარ ეს არ გეცოდინება, მით უმეტეს გამოცდაზე, ხო? ამიტომ ყოველ შემთხვევაში როგორც ვთქვით, რა ვიჭერთ უკიდურეს ზოლს თავის დაზღვევის მიზნით, რა. თუ მოხდა ისე რომ იცი, ოკეი, მაშინ დარჩები და იმ ზოლიდან გააკეთე მანევრს თუ გინდა, მაგრამ ეს ჯობია რა. ეხლა აქ ამ ზოლიდან რომ უხვევ სულ რომ ბევრი ზოლი დაგწეს, რაღაცა იქაც იცი რომ ახლო მოხდა უნდა გააკეთო და всё პრობლემა მოგვარებული. კი. მალე შევუხვევთ მარჯვნივ. გავარჯიშები, რა გინდა. მეტი უკეთესი რა გინდა. აი. ახლა ჩვენ წვანია უღარ ვინი მოხდა, ხა რომ როგორც ვთქვით, იქი და ზოლი წაუყვევს და იწყე ახლოს, რომ შენ ზოლში შეხვდები. აი ეს. ეხლა ეხლა 150 მეტრში შევუხვევთ მარცხნივ. კარგად აკონტროლე. აი, და როგორც ვთქვით, ცოტა მეტად გაატრიალი თავი, ვიცი რომ აკონტროლებ, მე გხედავ, აუჩე, მაგრამ გამოცდე, მაგრამ არ მოინდომოს ამის დანახვა რა, უნდა იძულებული უნდა გახადო რომ დაგინახო. შევუხვევთ მარცხნივ. აქ ნახე მთავარი გზა და ჯერჯერობით უბრალოდ გახედვა იგი თავით რეალი აიგრე. არა, აი ეს არის. ხო. მარცხენას ხომ მოუყვებოდი, მივხვდი, ანუ უკიდურეს მარცხენა გიჭიავს, მაგან არ დაგავდეს. ეხლა აქ რა ხდება, ნახეთ, ადითამად. ხო, და არის ასაჩქარებელი ზოლივით, მივხვდი? ჩართული გაქვს, აქ კონტროლებ, უმატებ კარგად, არავინ არ არის და იგივე ცოტა მეტი სიჩქარით შედიხარ, მივხვდი? გაუთი შეიხარ და მიყვები ჯერჯერობით ამ ზოლს. მივხვდი ხო? უერთდები ჩართული გაქვს, აკონტროლებ კიდევ ამობ, აქედანაც თუ გაიხედავ, იქნება იდეალი. ეხლა 300 მეტრში წილზე ვიმოძრავებთ მარცხნივ. მოუმატე ცოტა. აი, ეგრე. წილზე ვიმოძრავებთ მარცხნივ. მეტრში წილზე ვიმოძრავებთ მარცხნივ. ეხლა ეს მანამდე მოსატრიალებელია, ეგ არ გვინდა, ვაკეთებთ წრიულს. მალე წრიულზე იმოძრავებ მარცხნივ. შენელება ცოტა, გახედვა იქით, არავინ არ არის და დავედით. ეხლა აქ უკვე ხო დათმობა ხო ქონდა, აქ უკვე პრიორიტეტი შენი ოღონდ ამასაც აფასებ რა. აი ეს გაჩერდა და მივიდივართ პირდაპირ. მიხდი? და აქაც აფიქსებ შენ მარცხენა ზოლს, ზო, პრობლემა არა. ეხლა წრიულზე იმოძრავებთ პირდაპირ. აქაც გავხედეთ, არავინ არ არის, იმიტომ რომ შესვლამდე გაქვს დათმობა. აქ უკვე პრიორიტეტი შენია ოღონდ შეაფასებ ამას, რეალურად ამან არ დაგიტყვა, ხო, მაგრამ აი ესე რა, უსაფრთხო დაგეთე. აი ეგ ძალიან კარგი. და ამ შემთხვევაში უკვე ციმციმაც არ ჩავთვეთ, იმიტომ რომ პირდაპირ წამოვედი. ხმააღა ხოლმე ბევრი ხარ მოვაყარე. ანუ რა იყო, ხო მიხდი, ჯერ მარცხნივ ოღონდ რაც არც იყოს, ცოტა შენელება და გახედვა აუცილებლად და მერე პირდაპირ წამოვედით იქაც სტანდარტულად შენელება და უკვე შენი პრიორიტეტის გამოყენება თუ დაგჭირდა რა. ეხლა 200 მეტრში შევუხვევთ მარცხნივ. მოვაყარე უცბად და იმიტომ. კი. თან გამეორება შინდა. ხო, კარგი იყო რა. ნო ეს არა, კარგად გაიაზრო გონება. შეიძლება ვაფშე რო გავჩუმებულიყავი იგივე გაეკეთებინა, მაგრამ აღნიშნოთ, რომ გააზრებულად გავუკეთოთ კომენტირება. 150 მეტრში შევუხვევთ მარცხნივ. ოჩა. ეს ჩამოთვლება ხო იდეა? კი, რა თქმა უნდა. შევანელი უბრალოდ და რა. კი, შეიძლება დავკოლება, აი ეგრე, სარკე, გვერდზე გახედვა, აი ეგრე და ჭრილად არის. დავდეგით ისე ჩვენს. ეხლა მალე შევუხვევთ მარცხნივ. კი, შეხოთ. ის შორს არის, ოღონდ რბილად, ოღონდ ნახე მთავარია შენ ზოლში რა.
თუ ცოტას ეჭობდა რაღაცა, მაშინ კი ბატონო დაელოდი, ანუ გასწრებაზე. აქ დალოდებაც შეგეძლო მაშინ, ოკეი, კი ბატონო, ანუ შენ გასწრებადი იყო ისე რომ გაზი არ გამოგიყენები რაღაც, მაგრამ თუ დაელოდები კი ბატონო, უკეთესი გამოგივიდოდა მაშინ. ეხლა მალე შევხვევ მარჯვნივ. თუ ცოტა გაეჭვებს დაელოდე, კი ბატონო. მაიჭობდი. ხო, ცო. სტემპით მოდიოდა ეს ავტობუსი. კი ბატონო, მაშინ დაელოდე. ხო, ნუ გამოცდისთვის შენ უკეთესია კი ბატონო, მაშინ. ხო, დაველოდე. ორი ძამბი არ დავალოდო ხო. ნუ არა, გააჩნია რა, ეხლა ისი არ უნდა მოგიწევს, რომ იმის დარდალობის გამო გაზი დაგჭირდეს და აი აქეთ მე ჩქარა შემოხვიდიან რაღაცა რა. ერთი მწვანე რო გამოზომადის გამო. აქ შუქიშანი ხო არც იყო მაინც. არა, ხო ზოგადად. თუ გააჩნია სიტუაციას, თუ არ არეგულებს ცალკე ის არის და შენ მწვანეზე გიწევს შეხვევა, მაგას წინდან მომავალს პრიორიტეტი აქვს. მაშინ რამდენი ხანს არ უნდა დაგჭირდეს დაელოდები. არავინ არ გაჩქარებს. დავეთით. გაიეთი. აი, ეხლა ნახე აქ დაბკოლებაში ხდა ეგრევე მარცხნივ. აი, ეგრე გადმოდი. მიდე? აი. კარგი. დავეთით ახლა და 300 მეტრში შევხვევთ მარცხნივ. აქაც კიდე იგივე სიტუაცია. ნახე, ზოლით შედის ხო რეალურად, მაგრამ კიდე ვამოვედი რა, ჯობია აქეთ შევიდეთ. მალე შევხვდით მარცხნივ. აი, აქაც შეგიძლია ნახე, ჯობს დაალოდება ამ შემთხვევაშიც რა. მიხდი, ან ციმცივი ხო დაიწყო რა. თან მოხვევა გიწევს. ეხლა წინ რომ მიდიოდა შეიძლება კიდე უფრო კომფორტულად გააცნო, მაგრამ მოხვევა გიწევს. ნახე, ცალკე ის არის ხო გვაქვს მარცხნივ. ხო. მანდაც რო არ იჩქარ როგორც იქ რა, მაშინ ბარემ ეგრე გავაკეთე. ხე? ხო. არა, ეხლა შეგზავნა კონდორ ხო, იგივე იყო იქაც და მაგიტო ეხლა რადგან იქ ვილაპარაკეთ მაგაზე, იგივე იქნებოდა აქაც გასწრებადი იყო რეალურად, მაგრამ ცოტა ისეთი რა. იქ თემა ის იყო, რომ რატომაც იქ შემეშინა და აქ არა იყო, რომ აქ ესენი დგანან რა, ვიცი რომ არ დაიწყებია. კი, არ იქნებოდა, ხო, მაგრამ თუ გაქვს ციმციმის დროს, თუ გაქვს რბილი გაჩერების საშუალება, უმეტესად ჯობია რომ გააჩერო ბარემ. თუ ეხა ახლოს ხარ და მაშინ დაიწყო შუქიშენა ციმციმიდან მკვეთრად გიწევს, მაშინ აღარ. აი ხა ოდნავ მკვეთრი მოგვიწია მაინც. გვიან დავიწყეთ და უკან არავინ არ იყო და მაგიტო გაგაჩერებინე, რომ კარგად გამოთვალისწინებოდა რა. Старული მოპედი. დავით. და აქაც შედიხარ აი ახლო მოხვევას აკეთებ. შენ ზოგ მოუხვე. აი, ეგ მოხერხებული იყო კი ბატონო და შედიხარ აქაც აი შენი მარცხენა ზოლი. ცო, ეგ არის იდეალური. ეხლა 50 მეტრში შევხვდით ისევ მარცხნივ. გამოცდისთვის და დადაჩენი კი იცი.
ხო, მაგრამ არა, ამას არ უწითელი ქონდა. ოღონდ აკვირდები კიდევ ამ თუ ისე გადმოდის რომ უკვე გაფრთხილებს ხო, მაგრამ ეს რო იდგა, შუბიჯა წითელი ქონდა, მაგას არ თქო. ეხლა 50 მეტრში შევხვდით მარჯვნივ. აი, ნახე გავხდებით დაბოლებას, ამასობაში საკის გავაკონტროლებთ. ეხლა აქ ვეღარ იქნება, იმიტომ რომ დაბოლება, ოღონდ აი ეს არ გამოგიხდეს, ნახე. აი, ეგრე და დავდგებით, აი. ეხლა მალე შევხვევ მარჯვნივ. მანქანა კარგად ვერ დამინახა. რო გამოდიოდა უხსნით? ხო, ცოტა ისე მოგვეპარებოდა რა. აი ამათაც ახლა ნახე, ამათ არ უთმობდი ამ ქვეითებს. კი. ოღონდ ნუ აკვირდები იძულებული არ გაგხადოს თვითონ რა, დარღვევით ვერ გადამის. ვიღათ ახლოს ამათაც აკვირდები რა თქმა უნდა. აი ეგ. ეხლა ასე გადავიდეთ მარცხენა ზოლში და კეთილ რაღაცას. სადაც მოახერხებ, ჩავუდე მარცხნივ. აი შეა და გადავიდეთ. აი ეგ. ეხლა კატო გადმოვედით რა, ეხლა გამოცდაზე კიდევ ამ ესეთი რთულები არ გიქნება, იმიტომ რომ შორიდან ჩას, ნახე. გაუთიშე, ჩვენ გვინდა პირდაპირ წასვლა და ის ზოლი მიდივართ ჩვენ პირდაპირ ესე. სამხრეთით ვართ მაგალითად. ეხლა ხო. არ შევხედა ნიშანს. იგივე. აკაც ნახე შეგიძლია გაჩერება რა, ხო, ჯოგია რა. იმიტომ რომ ნახე უნდა გადავყურებ. და მიდივართ პირდაპირ. არცადაა წელი იმის ამგზის ნიშანი რო სამხრივია. რომელი გზის? ეს თო სამხრივია, სადაც გადავუყვეთ ახლა. ხო, ისიც სამხრივია, ხო. ამას ახლა დასაწყისში იქნება, იქ რო შევუხვევ, შეიძლება იქ კიდე აქედან არ ჩანდეს და კონდეს რა. რო ვიცით რა, არ ვიცოდი. კი ბატონო. მის ხო არა დამწყების ძნელია. მაგრამ უნდა მარჯვნივ უნდა ჩანდეს ნიშანი. აი გზაჯვარეც მე ახალ გზაზე რო შედიხარ, იქ უნდა იყოს რა ნიშანი სამხრივი რა. კი, მაგით ველოდებოდი რომ აქ იქნებოდა. აქაც ხონდა იყოს იდეაში რომ შედიხარ, მაგრამ სამხრივზე. ეხლა მიდივართ პირდაპირ, ნახე აქ როგორ არის ახლა აქ და და მარცხ ჩუნე ხო? ხო, დეზოლი ხო ჩადის, მოიწე გამოყევი ზოლს აი. აი ეს ზოლი და ჩადის დაჟე? ხო. ის ზოლი ხო თქვით რომ მარტო მარჯვნივ ჩადის. მიხდი? მეათ აქ ჯერ ორ მხრივია, ნახე აქედან რომ მეგამ. აი სამხრივი იწყება უკვე იქ ნიშნიდან, ნახე? მიხდი? იქ ხო იყო ცალკე გამოსახვევი. საინტერესო. მიხდი ხო? ანუ სამხრივიდან გადმოხვედი ჯერჯერობით ორ მხრივზე, მაგრამ ეხლა გახდა უკვე სამხრივი აი აქ ნიშნიდან. მიდივართ ახლა პირდაპირ. იქაც ახლა ნიშანი არ გაქვს, შესაბამისად შედიხარ უკვე ისე ორ მხრივ გზაზე. ამ ქვეითებსაც აკონტროლებ, მაგრამ არ ვთმობ. აი, ეგრე ყურადღებით. აი, ეგრე პირად ჩაიერო ვინმე ეს ვთქვათ. აი, გადმოვიდეს. და რატომ უნდა მოსულიყო მარჯვე, ხო? ის მარჯვენა ზოლი არ შეგიშლიდა რეალურად ის წავიდე და თავის გზაზე რა. შენ ზოლს გამოყვებოდი. ხო, ისედაც პროცესზე შევედი პრაქტიკულად. ვერ გავიაზრე საერთოდ პროცესზე შევედი. ჯიგულად გავჩერდით, აი ეგრე. აი ეგრე, ოღონდ სარკე კარგად კი დამაჯერებლად მაინც. ვიცი რომ იცი რომ არავინ. კი, არ გავიხედა ხო, მაგრამ თვალებით. კი ბატონო, შევეჩვენა მაგასაც. ეხლა მიდივართ პირდაპირ ჯერჯერობით. და 150 მეტრში შევხვდით მარცხნივ. კიდევ ესეთი ამდენი საფიქრალი გამოცდაზე არ გიქნება ესეთი რთულები, მაგრამ ნუ სადაც შეხვდება რამე ისეთი შეხვდება, უნდა კონტროლში გქონდეს რა. ეხლა რასაც დღეს გავიარეთ, რომ ყველგან ესე ყველაფერი დაგემთხოს, ეგრე არა. თავარია ნებისმიერი მანევრი გააკეთო, შვიდად წრიული იქნება იქ გზაჯვარედის გადაკვეთა თუ რა იქნება ხო, შვიდად გააკეთო და ყველაფერს იპოვოთ. მიდივართ პირდაპირ ჯერჯერობით. ეხლა იქ კაკას გზაჯვარედის რო გადაკვეთ, უნდა შეაფასო უკვე სამხრეთზე შედიხარ თუ ორ მხრივზე რა. იმიტომ რომ 150 მეტრში შევყვეთ მარცხნივ. კი, სამხრეთზე შევდივართ ნიშანი. კი ბატონო. აი ეგრე. შესაბამისად, აი ეგრე. ჩაუთავ და
აი, დაიჭირა, ეს რო სამხრივი არ ყოფილიყო, დარჩებოდა ამ შეიძლება ამ ზოლიდან ყოფილიყო შემოხვევის საშუალება. ეხლა მალე შევუყვებ მარცხნივ. აი, აქაც სამხრივია, შესაბამისად, აი ეგრე. კი ბატონო, კარგი. ეხლა 50 მეტრში შუქნიშნის მერე ვიმოძრავებთ ისევ მარცხნივ. შუქნიშნის მერე. ეხლა აქაც გავოვიგო, აქ აღარ მახსოვს. გონია ხო? ეხლა ნახე აქაც მარტივად დაგემთხვა, როგორი შუქნიშანია ნახე? ჩვენი არის დამატებითი სექცია, ხო რა? ეხლა ანთების პროცესში აქაც ერთდროულად დაინთება, მაგრამ ეს შეიძლება ცოტა ხანში ჩაქრეს და წინ წავსვას დარჩეს მწვანე, როგორც იქავთარაძეზე რო ამათ ნიშანი არ აკონტროლებს. ამათ არა, იმიტომ რომ შუქნიშნამდე არის შესახვევები. ახლა ჩვენ ვემორჩილებით შუქნიშნას, იმიტომ რომ იმის მერე უნდა გავაკეთოთ მანევრი. შენ თორე იპოვე მე ხო? როცა ვიღათ აკეთებ პრობლემა არა. აი ეხა აი ეს ხდის იძულებს დათმოს რა. ანა გაიხარე. ალგია 150 მეტრში შევუხვევთ მარჯვნივ. ეხა არა, ეხა ნახე არ ჩამი. ო, აი მიხდი. კი. მაგიტო, კარგად გადააკონტროლე. მიხდი ხო? ნახე აქაც, ნახე ჯერი არის, ნახე აქ ხო არ არის კომფორტური სიტუაცია. გაცდი, ნახე აქ მithumedes უწყვეტია რაღაცა და სადაც აი მოიხერხებ, ნახე წადი. გავწდით, ეხა წყვეტილი დაიწყება და ეხა ჩაუწე და გადმოვედით. მიხდი? ისევ გახედვა გაკონტროლე. იგივე იყო აქაც რო ვთქვი მოპედზე ხო? სარკე შეიძლება კომფორტულად არ ჩანდა რა. ეს რა თქმა უნდა ჩამჭერში ჩაგეთვლებოდა ყველა ვარიანტი. ეს უიჩველი კი. ესიგა იმენ არ გავიხარე. ეხლა მალე შევუხვევთ მარჯვნივ. შეგეძლო ხო იცოდეთ ინასტა და ეს პრობლემა არ არის, როცა არის ის. ეხლა სადღაც 500 მეტრში შევუხვევთ მარჯვნივ. ჯერ გავუწი შეეხა, ახლა ჩვენ 500 ვთქვით რა. კიდე იქით რომ გადახვიდეთ, ყველა გაითვალებს აქ საჩქარო არ არის. 300 მეტრში შევუხვევთ მარჯვნივ. დაიწყოს რომ რა. აი, იბათ. თუ
ხედავ რომ 300 მეტრი გითხარი, მაგრამ იქაც სულ თავისუფალია პრობლემა. ბარემ თადარიგ დაიჭერ, მაგრამ ეხა იქ პრობლემები იყო, ხო? ეს ავტობუსი იდგა მარშრუტებიდან. ავტობუსის სიცოცხლე, ხო? არის შეუძლო მარჯო. აი, ეხა 50 მეტრი შეუძლო მარცხნივ. ახედი კარგად. აი. და დავდეთ. აი, იბათ. ეხა იმას ვთქვი, კაკუს სოფეს. არა, ის არა. მალე შევხო ეხა მარცხნივ. აი, ეს არის ჩქარო აქ ვხოთ. დაგავით. აი, ეს დავეთ. წავედით რა? ნუ დაუთმო, მოგონ აქ წავედით. მიხდი. ხო, აი მალეზე არის იმას აქ ნაკვე. აი, არ დაელოდო რამე ლამაზ და კომფორტულ მოსახლეს, რომ მალე სადაც არის, ისე შედიხარ. არა, ის მეგონა ზემოთ იყო მალე. და ის ზევი ჩუქეშა და ის შორს იყო, ხო. მალეზე ანუ ის არის რო გაქვს დახაზული უკვე, ესე იგი შესაძლებლობა გაქვს. ეხა 100 მეტრში შევუყოთ მარჯვნივ. პირველ რიგში აიგრე. აიგრე, ნახე რასაც ვამ შორიდან არის იდეალური ეს. აქ უკვე მეტი კომფორტული მოსამზადებელი დრო გექნება ასარიდებოდ. აი. იბათ, კარგია. 150 მეტრში შევუყოთ მარჯვნივ. შევუყოთ მარჯვნივ. ხოჭო. აი, კარგი. უროთებით აქ ისიც გვაქვს დაყოლება იქიდან არის, მაგრამ ზევიდან არ წამოვიდეს, მე დააკვირდი. ნაუნა. ხო, დავეთ. აქ რა უნდა ჩავხტო შემოსვლის. აქ ნუ მაჰო, მე მარცხნი მე ფაში. თუ სწორად ესეთი პრობლემაა, ნუ კაი, დაელოდე, მაგრამ გააჩიაფასე ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ პროცესში დაყოლება დაქვს ამ ხელთან აგის მანქანა და გამოგვივიდა პროცესიდან შემოხვა რა. ეხლა მალე შევუყოთ მარცხნივ. მან დარწმუნა იდგეს მე. ანუ ცოტა ხო რა, არა კომფორტულია. მალე მარცხნივ. და ვეღარ ასწრებ, ვეღარ. ბატონო, აქ ნიშანს რომ შუქნიშანი. ეხლა ნორმალად გახარ, ვიცი რა დახაზული არ არის კარგად, მაგრამ აი რო წარმოვიდგინე იმას მაინც რო არ გაქვს. ეხლა ცოტა შეგიძლია სიტყვაზე კიდე წინ ოდნავ თუნდაც. ეხლა ნორმალურად გახარ. უბრალოდ უკვე ვეღარ გახვიდოდი ვერცეთ ვარიანტში რა. მაგას იმიტომ ვეძებდი რომ მაგას თუ გამოსდი ჯობია დავამთავრო. ხო, კი, გასაგებია. მე ისე, მაგრამ აი ჩათოლე ეს შუქნიშანი იმას ხო ვაგონდეთ, მაგრამ აი ჩათოლე იმას თუ არ გაცდი უკვე აღარ გაქვს მანევრის საშუალება. დახაზული რო იყოს, მე ისე ბევრად უკეთესი იქნება. Так цхан. ზღოლის კომენტარები გაქვს ხედა.
პირდაპირ ელიზაბეთის ქუჩა ცოტა არაკომფორტულია რა, ხან ფართოვდება გზა, ხან ვიწროვდება. და შეაფასდა, აი სადაც ხედავ რა, აი ორი მანქანა ეტევა და რაღაცა შუაში რო არ გამოგიდეს სერული. სადაც ისეთი მონაკვეთი არ ვარ, არაკომფორტული სიტუაციაა, ხო, რომ მიეკრო მარჯვენა მარცხნივ, შენთვის არ დისკომფორტია, და შეაფასე მონაკვეთი. ეხლა აქ მაგალითად ორი მანქანა ვერ ჩაეტევა, ხო? შუაში მოძრაობს შეურებია. ვცდილობ რომ მაინც მარცხენა მხარეს ვიყო თუ გაიყოფა სანამ გამიტყვი რომ მარჯვნივ წავიდეთ ხო კი ბატონო იმიტომ რომ მარცხენა შესახვევი შეიძლება იყოს სამხრივი ეგ არის უცბად არ იქნება თუ ჩასახვევი იქნება და მანქანამ შეგაფერხა დაელოდები ანუ ისე არ იქნება რომ მარტო ჩასახვევი იყოს ანუ დაელოდები ცუდი ეს რა ქვია მაშინ უნივერსიტეტის ქუჩაზე ამ თუ სადღაც ეგეთ გადასახვევი უცბად კი არა აქაც არის ჩასახვევი მაგრამ მაგდროს დაელოდები აი ისე არ იქნება რომ ჩასახვევი იყოს მარტო და წინ წასვლის საშუალება არ გქონდეს ხო დაელოდები შეუხვიოს და გააგრძელო შენ პირდაპირ მოძრაობა რა აღონ ნუ დისტანციით მიყვები ყველასო როდის მოუნდება ჩახვევა ვერ გაიგე მაგის გამო რომ შენ აქეთ მარჯვნივ მიეკრა პირიქით უფრო გაითულებს საქმეს რა ახლოს უნდა დივა ეხლა ხო არის ჩასახვევები რა შეიძლება დაგიმოხოჭოს მანქანა და ელოდები სხვა გზა არ არის მივდივართ პირდაპირ ავდივართ ბოლომდე ჯერჯერობით ეხლა აქ ნახე აქ ისეთი სიტუაცია რომ აშკარად ნახე ესენი გადმოსვლისთვის ემზადებიან რა სხვა გზა არ არის ჩერდები მიხდი ოღონდ შენ აქ ხელით არ ანიშნებ რომ გადადი გადმოდი და რაღაცა კიდე დაიცადე გაჩერდი აი ესე ზებრა რო იყოს შეგილია სტოლ მაგრამ აქ რო შენ უბიძგო დარღვევაზე გადმოს ხო არ ღვევს რეალურად შენ გასაკეთებს აკეთებ ანუ შენ ჩერდები ოღონდ არ უბიძგებ რომ გადმოვიდეს ანუ მიხდი ხო განსხვავება აი ეს ქოითების ამბავი ცოტა ისეთია რა აი ხო ანუ ზუსტად ესე ფორმულირებაში აღსდება რა შენ უნდა განსაზღვრო რა არ ჩემთვის რადგან იდგნენ მეთქი სწავლა არ ისე იდგნენ ეხა თან ნელი მოძრაობა იყო ისე იდგნენ რომ მაინც აუცილებლად გასაკონტროლებელი არის ეხა ეს იდგა მისთვის უნდა დამეცო ალბათ ეგეც შეგეძლო დაგეცმო კი აქ უკვე ზებრა იყო ანუ მანდაც ამას ხო ეგ თავისთავად იქაც ზებრა რო იყო მანდაც ჰქონდა საშუალება რეალურად ხო მიდივართ პირდაპირ აი ცოტა აქაც წაშლილია აქეთ არის დეკხა უნდა იმარჩიო რა შეჩვეულო სწავლეთ არა ეხლა დამწყებისთვის ძნელია ეხლა ქალაქში ვიღაცა რო იწყებს და აი ეს სექციური შუქნიშნები რო და რაღაცა ღამე ეგეც არ ჩანს ხო კარგად როგორია რა ანუ ჩამქრალია რეალურად ხო კი ხო და დამწყებისთვის რა თქმა უნდა ძნელია რა ეგეთი რაღაცა და ეხლა აქ მიდივართ პირდაპირ პრიორიტეტი ჩვენი არის ოღონდ ნუ შევაფასებ შეიძლება ვიღაცა ჩაგვიდგა დავით აი ეგრე კი ბატონო მიდივართ ჩვენ პირდაპირ აი ამაზე გვერდნა ეს ჩახოვით შემზადება ხო აქ ხა ცოტა ადგილის რომ მქონდეს არ წვალობ რა ესე გადაუხვე აქ ვერც გავიტევდი ხო ვერც ცოტა დრონც იყოს ისეთი რაღაცა გაზრომის საშუალება მიდივართ პირდაპირ ხო რომ იქ სანდროულ და ჩაუხვე ზოგადად ისეთი მოძრაობა თქვით ესე ეგრევე ვერ გაუჩერებ ყველგან რა ეხა იქით ამ ხელა გზაზე რო გადადიან გადმოდიან ხო დარღვევით რო გადმოდიან გამოგივა რაღაც კვეთრი და სასწაული რაც უფრო საშიში შეიძლება იყოს ხო
უბრალოდ გამოცხადაზე რომ ესე არაადეკვატური ქვეითის გამო იჭრები, აი ეგ არის საწყენი რა. დაზღვრული არ ხარ ანუ 100%-ით მეც არ ვარ დაზღვრული რომ გავიდე და სიტყვას ჩავაბარო. იმენ უნდა დაიქირავს თან. გიხდეს გზაზე. ჩათვალეთ თუ არა. ერთადერთი რა, ანუ შეიძლება რაღაც წვრილმანი, აი ხო ამბობენ, თუ გაგიგეთ წვრილმანზე ჩამჭრა, ზოგი ამბობს, რომ ცოტა შეცდომა მაპატიად რაღაცა. პირველ რიგში თავარი პრინციპია, რომ შენი სიმშვიდე დაინახოს. ეხა ხარ იდეალურად, არც ნერვიულობაც არაფერი და კონტროლში გაქვს და თუ ცოტა ისეთია რა, ნამუსიანი გამოცდა შექმნა, ყველაფერზე ეგრე არ მოგეტავებია რა. გადათელილი იყო ცოტა სხვა. ხო, აი ეგ გადათელილი იყო, მაგრამ იქ იყო იაფა რა. მაგარი გზები გქონდა. რა გინდა ჩავედით გაგას დროში. ეხა ხო ნახე ყველა მონაკვეთი შეგხდა იქ სამხრიდან ორქოზე გავედით რაღაცა. უბრალოდ პრინციპი იგივე რომ აკონტროლო რა ზოლი დაიწყებ მანევრს და წინ რა გზა ხდება რა. რომ ინსტინქტურად არაურიო ზოლი რა. ის რომ აი საჭი პირდაპირ სწორად მიჭირავს და კარგი ადამიანი ვარ, შეიძლება ის სწორად წასვლა არ იყოს შენ ზოლში. ეხა მალე შევუყვეთ მარცხნივ. ამ დროს ეხა როცა შუქუჩანი და რამე არის, ანუ ვინც პირდაპირ მოდის იმ აქვს პრიორიტეტი, ესეც სუდად დგას, ანუ ცოტა ესე დაველოდებით, აი აქედანვე, ბატონო. და ვინმე მარჯვნივ თუ დაიწყებს ჩახვევას, შენც ისარგებლებ მე. აი ეხა შეგიძლია. თავმად ოღონდ ვიდან ამოსული უკვე შენ გითმობს, მაგრამ ნუ იმასაც აქცევ ყურადღებას რა. ეხა მოგვიწია ცუდად ჩახვევა, იმიტომ რომ ეს ცუდად მანქანა რო იდგა დისტრიბუციის. რო არ მდგარიყო ცოტა წინიდან გააკეთებდი მოხევას. არა, მოხერხებულები არიან, ამან ავარიული აგეთ. აი. ჩავდი მარჯვნივ ხა. აი, ეგრე. და იმას მივჭირებთ ისე, საიდან დავიწყეთ. აი, კარგია, ბაჭო. ოღონდ ხო ნახე რა მომენტი იყო, ერთგან შეთვითონ ვთქვი რომ არ გავიხედე. მეორედან ზოლის თემა, ის წრიულები კარგი იყო მომეწონა. აი, ყველაფერზე, ანუ ნახე შეიძლება მთელი პროცესი კარგად იარო, მაგრამ ერთი იყოს და ცუდი იყოს რა, ანუ სულ მობილიზებული იყო ჩემთვის. გადაგაკ ეგრე, მოგაკ და ეგრე. კი ბატონო, კარგი.